თუ როგორ გადაურჩა 43 მკვლელობის მცდელობას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ასევე დეტალურად გეტყვით, რამდენად ძლიერი და როგორი უსაფრთხოების სისტემა აქვს მას. პრეზიდენტობა რომ საშიში საქმეა, ეს ყველაზე კარგად ვლადიმერ პუტინმა იცის, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში 43-ჯერ გადარჩა. მისი უსაფრთხოების სისტემა მოიცავს 6 ფენას, რომლებიც ერთად მას თითქმის შეუძლებელ სამიზნედ აქცევს. თითქმის ყოველ წელს პუტინის მკვლელობას ერთხელ მაინც ცდილობენ. სწორედ ამ გამოცდილებამ გამოიწვია ის, რომ მისი დაცვა დღეს ერთ-ერთი ყველაზე მომზადებული და ეფექტურია მსოფლიოში. ისინი რეალურ სიტუაციებში მრავალჯერ გამოცდილები არიან. ზოგიერთი მცდელობა პროფესიონალურად იყო დაგეგმილი, მაგრამ ყველა მათგანი დროულად იქნა აღკვეთილი. პირველი მცდელობა მაშინ მოხდა, როცა პუტინი პრეზიდენტი გახდა 1999 წელს. რუსული მაფია ცდილობდა მისი მანქანის დაბომბვას. იმ პერიოდში პუტინი აქტიურად იწყებდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, რის გამოც კრიმინალებმა შურისძიება მოინდომეს. ბომბი უკვე დამონტაჟებული იყო, თუმცა მისმა დაცვამ დროულად აღმოაჩინა. მაფიის ზოგიერთი წევრი დააპატიმრეს, სხვები კი მოგვიანებით გაანეიტრალეს. იმავე წელს პუტინი თითქმის მოკლეს უზბეკეთში. ადგილობრივმა შეიარაღებულმა ჯგუფმა სახელმწიფო ვიზიტის დროს მისი ლიკვიდაცია დაგეგმა. თუმცა გეგმა უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა და შეიარაღებული პირები დააპატიმრეს.